თეატრალური სამყარო უკვე ერთ კვირაზე მეტია ცდილობს დაადგინოს ვინ არის ის პირი, რომლის გადაწყვეტილებით და რომლის მითითებით ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე მჟავიამ გააკეთა განცხადება თეატრის გვერდზე, რომლის თანახმადაც საფრემიერო ჩვენება რეჟისორ გეგა გაგნიძის დადგმული სპექტაკლი ჩაიხსნა იმ მოტივით, რომ ეს იყო პოლიტიკური. 6 თებერვალს გამოქვეყნდა ეს განცხადება თეატრის გვერდზე და მას შემდეგ ყველა არკვევს რა მოხდა რეალურად სინამდვილეში, რატომ ჩაიხსნა ეს სპექტაკლი და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ახალი დეტალები გავარკვიეთ ამ საქმის ირგვლივ, როგორც ირკვევა, არანაირი პოლიტიკური განხილვა საბჭოს წევრებთან არ ჰქონია კოტე მჟავიას, უფრო მეტიც კახა გაგნიძე, რომელიც ცნობილი მსახიობი და ასევე თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრია, ჩვენთან პირველად ამბობს საუბარში, რომ მათ წინა საღამოს, სანამ ეს განცხადება დაიდებოდა, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ კოტე მჟავიადან იმის შესახებ, რომ აქ პოლიტიკაზე იყო საუბარი, უბრალოდ როგორც გაგნიძე განმარტავს, მას არ ჰქონდა საშუალება კოტე მჟავიას დასწრებოდა სპექტაკლს, ამან გამოიწვია გაუგებრობა და ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც გაგნიძე ჩვენ გვიყვება, რეჟისორმა ითხოვა ერთი დღე სპექტაკლის ჩვენებისთვის, სამხატვრო საბჭოსთვის და მათ შორის თავად მჟავიასთვის, რადგან არ ჰქონდა დასრულებული სცენები, ეს ერთი დღე კი მჟავიამ არ მისცა. კიდევ ერთი წევრი სამხატვრო საბჭოსი და მსახიობი მაია ცეცხლაძე ამბობს, რომ კი ნამდვილად დაარღვია შინაგანა წესი რეჟისორმა, თუმცა ის განცხადება, რომელიც კოტე მჟავიამ გამოაქვეყნა თეატრის ორგორზე, მათთვის მოულოდნელი იყო, უფრო მეტიც, როგორც ცეცხლაძე ამბობს, წინა საღამოს გაიარეს განცხადების შინაარსი კოტე მჟავიასთან, თუმცა მეორე დილით ნახეს ის განცხადება, რაც ყველამ ერთად ვნახეთ, რომ თეატრმა და კოტე მჟავიამ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნიშნით მოხსნა სპექტაკლი საპრემიერო ჩვენებიდან. მე აბსოლუტურად ვენიშნები ამ წერილს. თეატრი ნამდვილად გონია პოლიტიკური, მაგრამ გააჩნია თხრობის ენას, იმ თავით ჩამოსახსნე დაასები და თეატრი პოლიტიკური და ალტერნატიული აზრი. ეს ამისთვის არსებობს თეატრი. როგორც გადაწყვეტა ბატონმა კოტემ სპექტაკლის მოხსნა, შეშეთხებით ტექსტზე და უცხებ იდება სრულიად შოკირებული ვიყავ. იმ წუთაზე მეაწერე ეს ტექსტი არის ეს სხვილი ჩვენს გვერდზე, ეს არის ჭორა. გეგა გაგნიძე იმედები დარღვევა ქონდა შიდა განაწილში. მხოლოდ ამით შეიძლება ამ სპექტაკლის მოხსნა თუ მაინც უნდა მოხსნილიყო. პრინციპულად დადგა საკითხი, ამ დღეს უნდა, იმ დღეს უნდა ეჩვენებინათ სპექტაკლი. ბატონმა კოტემ ასე დააყენა საკითხი, რომ ამ დღეს ან არასოდეს. ბატონმა გეგამ ახსნა თუ რატო არ შეეძლო იმ დღეს სპექტაკლის ჩვენება. მიზეზი იყო, ხო, რომ მსახიობები არ იყვნენ, რაღაც ორი სცენა იყო, არ დაგვიდგამსო, გასაკეთებელი იყო და ის დღე და მეორე დღე ქონდა მას დროის ფაქტორით, რომ მოესწროს ყველაფერი და უკვე მზა პროდუქცია ეჩვენებინა მას და არა ნახევრად ფაბრიკატია. უკვე მეორე დღეს გაკეთა თეატრის მიერ განცხადება. საერთოდ არ გაჟღერებულა იმ დღეს საბჭოზე. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო იმ განცხადებიდან, რაც თეატრმა დადო თეატრის გვერდზე და დანარჩენი წევრებისთვისაც. თეატრი პოლიტიკა არის. მთელი შექსპირი ხო მაგაზია დაფუძნებული მისი დრამატურგია. ამას არ უნდა გაექცეს თეატრი. ირიქეთ, ეხლა ცირკი ხომ არ არის, რომ მარტო გასართობად მომდიოდა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი პრობლემები. ამ სკანდალის შემდეგ თავად კოტე მჟავია, როგორც გავარკვიეთ, მსახიობებს არ შეხვედრია და ამ თემაზე მათ საუბარი არ ჰქონდათ, ის არც მედიასთან გამოჩენილა, თუმცა პირველებმა მოახერხეთ მასთან ინტერვიუს, სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა და ბუნებრივია ვკითხეთ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში გვესმის ყველას, ვარ თუ არა საბჭოთა კავშირში გამომდინარე იქიდან, რომ არავის ახსოვს, მათ შორის არც მსახიობებსაც ისმენდა კიდეც ჩვენი მაყურებელი, რომ ვინ
ვინმეს პოლიტიკური ნიშნით აი ეს ხმამაღლა გაებედა და მოეხსნა სპექტაკლი საპრემიერო ჩვენებიდან თავად კოტემჟავია ამბობს რომ არა საბჭოთა კავშირში არ ვარ და ამაში დარწმუნდება მაყურებელი თუმცა ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვას ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი ვისთან შეათანხმა ეს გადაწყვეტილება მჟავია გვიმტკიცებს რომ მან ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო რატომ მოხსენით სპექტაკლი მით უმეტეს პოლიტიკური ნიშნით ალბათ რავი ახლა მოგითხრათ ცოტა ძველი პროცესი ყველაფერი პირობა რაც ჩემზე იყო და თეატრზე იყო დამოკიდებული შეუქმენი რომ აბსოლუტურად ყველაფერი რომ სპექტაკლი გამოსულიყო სამწუხაროდ არ მომეცა რეპეტიციაზე დასწრების უფლება და საშუალება და მის შემდეგ რომ რაღაცა ჩემს ყურამდე მოვიდა რომ თითქოს რაღაცა პერფორმანსი კეთდებოდა ვიღაცის მოტანილ ამბავზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ამის გამო მინდოდა რომ შევსულიყავი და მენახა თამბატონატო რა ხდებოდა შიგნით რომ მე უფრო ადვილი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და არ მომეცა ამის საშუალება და რაღაცეები მესმის და მინდოდა რომ ჩემი თვალით მენახა თქვენ სპექტაკლი მოხსენით რამდენად მე მაქვს ინფორმაცია იმის გამო რომ მსახიობები აპირებდნენ სცენიდან მოეთხოვათ პოლიტიკური სინდისის პატიმრების თავისუფლება ეთქვათ თავისუფლება მზიას თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს არა მსგავსი რაღაცა არ გამიგიამეს იმას ლეგიცხად მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ თვითონ გააკეთონ ვინც იყო მონაწილეები ამასთან დაკავშირებით რას აპირებდა ბატონო კოტე აი ამას გეუბნებით არა აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური იქნებოდა არ იქნებოდა პოლიტიკური როგორ იქნებოდა ბატონო კოტე საბჭოთა კავშირში ვართ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიკითხავ გეკადრებათ გამოტონატო თქვენ ნახავთ ახლა მომავალ პრემიერებს და მიხვდებით რომ ჩვენ არა ვართ საბჭოთა კავშირში ეს არ იყო ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება თქვენ უსმენთ ახლა ბათუმის დრამატული თეატრის ახალ ხელმძღვანელს კოტემჟავიას რომელიც ამტკიცებს რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ამტკიცებს იმასაც რომ მას არც კი იცის დეტალურად რაზე იყო საუბარი უბრალოდ ამბავი მიუტანეს და ამის გამო მოხსნა სპექტაკლი რომელიც დადგმაც ბიუჯეტს 100,000 ლარზე მეტი დაუჭდა გაყიდული იყო ყველა ბილეთი და ამ დრომდე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება განმარტებას მათ შორის თავად მჟავიასგან რა იყო ამ სპექტაკლში ისეთი რის გამოც პოლიტიკური ნიშნით მოიხსნა მისი საპრემიერო ჩვენება თუმცა მსგავსი ტიპის განმარტება არც თეატრის გვერდზე გაკეთებულა და როგორც გითხარით და გავარკვეთ არც თეატრის მსახიობებთან გაუკეთებია ვინმეს